ახლა ვიმყოფები სიღნაღში, სადაც ვაკვირდები ერთ-ერთ იმიტირებულ კენჭისყრას, რომელიც არა მხოლოდ აქ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში 207 ლოკაციაზე იმართება. აღნიშნული კენჭისყრის მიზანი გახლავთ ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ინსტიტუციამ და საარჩევნო ადმინისტრატორებმა, ასევე შესაბამისმა ტექნიკურმა პირებმა კარგად ვნახოთ არჩევნების ადმინისტრირების პრაქტიკული ასპექტები, როგორიც არის მაგალითად არჩევნების ლოგისტიკური საკითხები, საარჩევნო უბნის მოწყობიდან დაწყებული დასრულებული პროცედურებით, ასევე ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა. ჩვენ ასევე იმიტირებული კენჭისყრის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრატორებმა, რომლებაც სწავლების ცენტრის მიერ მრავალეტაპიანი გადამზადების პირობებში მიიღეს ცოდნა და გამოცდილება, თავად პრაქტიკაში გამოსცადონ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხედოთ საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობას 4 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებაში და დღევანდელი ჩემი დაკვირვება, ისევე როგორც ჩემი კოლეგების სხვა იმიტირებულ კენჭისყრებზე, მაძლევს და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად 4 ოქტომბრის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.